2009 წელს იყო იმ პერიოდში მე ჩემი საზოგადოებრივი ქსელი Facebook გვერდზე ვიზიარებდი ჩემი მოგონებები და მას ერქვა ჩემი მოგონებები საუკუნის სევდა. ხო და ერთხელ საქართველოსთან ჟურნალისტმა ქალბატონი მანანა ლეშკაშელმა მომწერა რომ ბატონო ორხანო ის ძალიან მომწონს თქვენიო ვაი იმას ვინც საქართველოს ერბს ვისო იმასთან დაკავშირებით ერთი მოგონო დასერეთ როგორ მოხდა ეს ამბავიო ხო და მეს დავწერე რა თქმა უნდა ეს ამბავი მოხდა წლების წინ ერთხელ ქართულ კონფერენციაში ვიყავი და კონფერენციაზე ხო და ლექსები წავიკითხე ქართულ და დარბაზი დაინგრა თითქოს და ემოციას ვერ მალავდა ხალხი სულტაშ უკრავდნენ ფეხზე იდგნენ ამდენ რაღაცა და მეს მოვედი ემოციაზე და ჩემი პირიდან ის ასე ნათქვამები გამოვიდა გამომარჯოს დედასამშობლოს მადლობა ღმერთს რომ ქართველები ვართ და ვისაც ქართველობა ვართ ჩვენია ვაი იმას ვინც საქართველოს ერბზვის ასკი იცის რომ დამარცხებულია გამომარჯოს ჩვენს ჯიშს განსაკუთრებულ მოდგმას გამომარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელ დედასამშობლოს ამის შემდეგ ეს ფრაზა გახდა ჩემთვის ჰიმნივით ჩემი ჰიმნი ხო და სადაც მოვდივარ კონფერენციებზე ან დარბაზებში ან მეგობრულ ატმოსფერებში ანუ სადაც ვკითხულობ ლექსებს მე ამ ფრაზით ვამთავრებ ჩემი სიტყვებს ხო და ეს მგონი ეს სიტყვები სიკვდილამდე გავიმეორებ არა მარტო სიკვდილამდე საფლავშიც